ჯერ უცნობია, როდის გაიმართება რიგით მეოთხე საქმეში ბრალდებულ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი. მთავარ პროკურატურას სასამართლოსთვის აღკვეთი ღონისძიების მოთხოვნით ამ დრომდე არ მეუმართავს. როგორც თბილისის უფლებამოსილება შეჩერებული მერის ადვოკატი ამბობს, სითი პარკის საქმეზე დავა უკვე წლებია მიმდინარეობს, თუმცა საქმის მასალები მათ მხოლოდ გუშინ გადასცეს. უგულავას ინტერესების დამცველი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და საგამოძიებო უწყების იმ მოთხოვნასაც აპროტესტებს, რომლის მიხედვით ყოფილ მერს საგამოძიებო მოქმედების დროს ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება. ახალი ბრალდება გიგი უგულავას გუშინ წაუყენეს, ამჯერად საუბარია 7 წლის წინ კომპანიას City Park-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით წლების განმავლობაში პარკირების ჯარიმებით გადახდილი თანხა უკანონოდ ნაწილდებოდა, შედეგად კი ბიუჯეტის კუთვნილი მილიონზე მეტი ლარი გაიფლანგა. ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენადაც გამოძიებას და ბრალდების ხარეს არ განუცხადებია თუ როდის იშვიათმდგომლობენ და რა კონკრეტულად რა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ იშვიათმდგომლობენ სასამართლოს წინაშე. ეს გამოძიება გრძელდებოდა რამდენიმე წლის მანძილზე და ჩვენთვის მხოლოდ ეხლახანს გახდა ცნობილი მასალების თაობას. არ არსებული ნორმებით ისე გამოძიებელმა შეადგინა უქმი, რომ მან არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ფაქტიურად მთელი საგამოძიებო ორგანო, მთელი ბრალდების მხარე, მთელი პროკურატურა საკუთარ უფლებამოსილებებს ცდება და ითავსებს სასამართლოს უფლებამოსილებას ერთადერთი ორგანო საქართველოში, რომელსაც ძალუც პიროვნებას აღუკვეთოს მიმოსვლის თავისუფლება არის სასამართლო.